დაპირისპირება ღრმავდება ნაციონალურ მოძრაობაში. თინა ბოკუჩავას ამჯერად პეტრე ცისკარიშვილი უპირისპირდება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ბრალდებებს პარტიის გენერალური მდივანი კონტრბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ყრილობის გამართვის თარიღი სწორედ ბოკუჩავას განრიგს მოარგეს. უფრო კონკრეტულად პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით შეკრება ივლისის ნაცვლად აგვისტოში დანიშნეს და ბოკუჩავას სურვილის შემთხვევაში დედაქალაქში დაბრუნება შეეძლო. რაც შეეხება პოლიცსაბჭოს მიერ მიღებულ ოქმს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა, ამიტომ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს საგზაო რუკასთან ერთად შინაგანაწესის გაცნობას ურჩევს. მორიგი დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში, რომლის დამფუძნებელი საარჩევნო კამპანიის დაწყებას ხელოვნური ინტელექტით აანონსებს, ღიმილის მომგვრელია მართულ გუნდში, უმრავლესობაში პარტიას და მის ლიდერებს კრახს უწინასწარმეტყველებენ. Ქორუმიც იყო, პოლიცსაბჭოს ლეგიტიმურია, არა 130, არამედ 119 წევრია იმ პოლიცსაბჭოში, გაცილებით მეტი ადამიანი ესწრებოდა, ვიდრე 40-მდე პოლიცსაბჭოს წევრია. აქედან გამომდინარე, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არსებობს, ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ ეს გზა აირჩია საკუთარ პარტიასთან ბრძოლის. 5 აგვისტოს ტარდება ეს ყრილობა, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი თინათინი იქნება ქალაქში. მაგრამ როგორც ჩვენი წესი, ტრადიცია და საქმიანი მიდგომა ამას მოითხოვს, ყრილობამდე გონივრული პერიოდით ადრე ჩატარდა პოლიცსაბჭო, რომელზე დასწრებაც ასე ძალიან თუ უნდოდა ქალბატონ თინას შეეძლო ჩამობრძანებულიყო და უკან დაბრუნებულიყო. საქართველოს არ არის იმხელა ქვეყანა, რომ ერთ დღეში ტრანსპორტირება ვერ მოახერხო ერთი ლოკაციიდან მეორემდე. ძალიან ხშირად ხდება თავმჯდომარების ცვლილება ნაცმოძრაობაში და თან დაპირისპირებების ფონზე, ეს მეტყველებს ზუსტად იმ ბუნებაზე, რაც ზოგადად აქვს ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ძალას და მის ბელადს სააკაშვილს, რომ არავინ და არასდროს არ არის ღირებული, თუ კი ბელადს ეს არ სიამოვნებს. ჩვენ ხო დავინახეთ, რომ ბოკუჩავა ბოლო ერთი თვეა თუ ორი თვეა ამბობდა, რომ ჩვენს ვდგავართ ეკლესიაშიო და მეც მიჭირავს ანთელი ხელშიო, მაგრამ მერე სააკაშვილის სულმა გადააყენა თავმჯდომარეობიდან. ეხლა უკმაყოფილოა, არალეგიტიმურს უწოდებს პოლიცსაბჭოს არჩევნებს. ეს უკვე მოცემულობაა ისეთი, როდესაც ნაცმოძრაობა რამდენიც დაანონსებს, რომ ქვეყანაში საჭიროა ვადამდელი არჩევნები, იმდენი უწევს მერე საკუთარი არჩევნების ჩატარება ვადამდე. ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართულ ხალხს არ მოწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოწონთ, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა. ძალიან კარგია, უკვე ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის, რასაც ქართული ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში, ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები. სააკაშვილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ მის მდგომარეობაზე, ჯერ ავატარი დაანონსა, შემდგომ კი ილია ჭავჭავაძის შეადარა თავი, რასთან გვაქვს საქმე? მანამდე დავით აღმაშენებელიც იყო. არ ვიცი, ეს არის ალბათ ისეთი მოვლენა, რასაც პოლიტიკოსები არ უნდა აკეთებდნენ შეფასებებს, სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებს შეფასებებს. ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც დაკავშირებულია აზრთან. ასე იყო ის პრინციპში, როდესაც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, ასე იყო, როდესაც გადავიდა შემდეგ ოპოზიციაში და დღეს მისი მდგომარეობა არის კიდევ უფრო მძიმე. ეს არის ერთ-ერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო.